ოზურგეთში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგია გააცნო. საქართველოს მთავრობამ ინიციატივა მოიწონა და სამინისტროს წარმომადგენლებს მისი განხილვა დაავალა. რეფორმის შედეგად სრულიად შეიცვლება დღეს არსებული სისტემა და ჩამოყალიბდება ორდონიანი მუნიციპალური და რეგიონული თვითმმართველობა, რაც მოსახლეობას თვითმმართველობებთან დაახლოებს და გაზრდის მათ ჩართულობას. Ავითხილვები, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ჩვენ დღეს გვაქვს გურიის საკრებულოების და გამგეობების წარმომადგენლებთან დაახილვა სტრატეგიის ძირითადი პრინციპებისა, პარალელურად მზადდება კანონპროექტები, განხილვებით აგვეხმარება ამ კანონპროექტებში კიდევ უფრო მეტად სრულყოფილად რა ავსახოთ ის საკითხები, რომელიც გასათვალისწინებელია რეფორმებისას. პროგრამა გულისხმობს საზოგადოების ჩართულობის სრულიად ახალი მექანიზმების ამოქმედებას, თვითონ ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციონალურ ახლებურ მოწყობას, კომპეტენციებისა და ფინანსების ახლებურ გამიჯვნას და ამ შემთხვევაში თვითონ ხელისუფლებამ მოთხოვა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, რომ აქტიურად ყოფილიყო ჩართული, შექმნილია საბჭო, შევერთა საბჭო, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს.